წარუდგინეთ თქვენი თავის სასამართლოს და დაიფიცეთ, რომ მითხრით სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს, არაფერს სიმართლის გარდა. მე ვარ ნიკა. სპეციალურად ვაბარებო სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერს სიმართლის გარდა. ქართველი ვარ და ალბათ უმეტესი პრარი მომწესებს ხასიათი ვიცით. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს სიტუაცია მოგვიყვება და ჩვენ შორის დაიწყო ჯერ კანონი, რაც შემდეგ გადაიზარდა კონფლიქტში. პირველი ორი ხელი შეეხო გიორგის ორი ხელი ჩემს სიარაკს. შემდეგ არის ჩემი ორი ხელი ზევდა. ამოდის სიარაკი და არაერთი ტრიალება ჩვენ ხელებში. იმიტომ რომ მიდის წართმევა ასე ვთქვათ გადაკრეხვა. როდესაც გიორგი ძირს ეცემა მე იარაღი ჩება ხელში ასეთ მდგომარეობაში. რა თქვია წაიდეთ? დასრულდა. არ დამჭირდებოდა აგარაკზე ვთქვათ მიზანში სასწრულად. გადაუტენა მეთქი არ მშვიდე ჯაჯგურში გადაიტენა. საქმე ეხება ტრაგედიას. მაგრამ ეს საქმე ორმაგად უფრო ტრაგიკული იყო. რადგანაც საქმე ასევე ეხება ნიკას, რომელიც მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე შეიძლება დამნაშავებდეს. დაუმისდა ესროლა და მოკლა. ორჯერ ესროლა და მოკლა. იყო ასეთი რომელიმე მტკიცებულება? შემოსურს მხოლოდ დაისაჯოს ნიკამის მოჩადინი დანაშაულისათვის და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოიტანეთ გამომწვევებელი. საქმის განხილვა დასრულებულია. როდესაც ადამიანი იარაღი წარქმევას ცდილობს, შენთვის იარაღი წარქმევა, შენ არ შეიძლება ძმას იცოდეს რა თქო გახდეს სამი არჩევა, გადააგდოს. თუ გეშორ. ბრალდებულმა ძალიან კარგად აღნიშნა ის, რომ ესეთი ფაქტი, რომ არ მომხდარიყო, ეს ადამიანი ნიკა ივლიდა იარაღი წინ დაუბრუნდა კაცმა ერთის როდები და რამდენჯერ. ამიტომ ამისთვის უნდა დაისაჯოს მკაცრად და მაქსიმალურად. აფექტურ სიტუაციაში იყო ერთიც და მეორეც ფაქტია, ეგ მოხდა უცებ ერთიც და მეორეც, ხო? ეს არ არის განცდა. მე ასე ვთვლი, არა. ესეთი კაცი რა ის ეს გიორგი, რომელიც ეხა ხელი დრო გააწერე. ადამიანი და ერთი ჩანავს აი უკვე ეს განცხადი. მე მგონი ყველა კეჭური განსხვავება არ მე ხელს უწევს. მე მგონი რა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ნაფილ საჯულთა სასამართლო მოქალაქე გიორგის განზრახველობის ფაქტზე ბრალდებული ნიკა არ ცნო დამნაშავებას. საქართველოს ასმეროვნებით გაფორმებული დანაშაულის მოქალაქე გიორგის განზრახველობის ჩადენაში. ნაფილ საჯულთა სასამართლო ბრალდებული ნიკა ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 256 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ცეცხლსასროლი იარაღის მართლწინააღმდეგო ტარებისთვის. ვერდიქტი მიღებულია ერთხმად.